გამარჯობა, დღეს ვისწავლით ბადე ქუდის მოქსოვას. გავაკეთოთ ამირ გურუმის წრე, როგორ კეთდება, შეხედეთ მოკლე. თქვენსკენ უნდა იყოს, ანუ ჩემსკენ არის და x-ის მსგავსი, აი ესე დავიჭირე ეს რომ არ გამექცეს და აი ესე გადავახვიე თითზე. შემდეგ შევდივართ აქედან, გამოვიღებ თვალს და უნდა მოვგზავნოთ 5 ჰაეროვანი. აი შეხედეთ ეს წრე, აი წრე მაქვს და 5 ჰაეროვანს მოვგზო. ესეც 5 ჰაეროვანი. ამის შემდეგ ჩვენ უნდა მოვგზავნოთ, ესეც თავისებური სვეტია, სიმაღლეზე, სვეტს წარმოადგენს და კიდევ 17 ორნამატიანი. ეხლა როგორ იქცევა ორნამატიანი? შეხედეთ, ორჯერ დავახვიე გარედან ჩემსკენ და ამირ გურუმის წრეში ჩავდივარ. და 3 ეტაპად ვგზოვ. 2 მოვგზოვე. 2 ჰაეროვანი, კიდევ 2 ნამატი და ანუ ორნამატიანი იქცევა 3 ეტაპად. კიდევ 2 ჰაეროვანი და 2 ნამატიანი. ასეთი უნდა მოვგზავნოთ 17 ცალი. სულ კედლიანად, ანუ აი თავიდან რომ გავაკეთეთ 5 თვალი, უნდა გამოვიდეს 18 სვეტი. გავაკეთე ბოლო მე-18, ნახეთ მე-18 და აუცილებლად ამის შემდეგ ვაკეთებ 2 ჰაეროვანს. ესე იგი ყოველი სვეტის შუაში უნდა იყოს 2 ჰაეროვანი, ანუ სვეტებს შორის უნდა იყოს 2 ჰაეროვანი. მერე მე ვაერთებ მესამე თვალთან, კედლის მესამე თვალთან. აი, როგორ ვაერთებ, შეხედეთ, გამოვიყვანე თვალი, 2 თვალია ეხლა ყაის ნახზე და პირველი მეორეში გამოვაძვრნე. ეხლა თქვენ ხედავთ, რომ აი ძალიან დიდი ნახრედია. ჩვენ გვაქვს ძაფის კუდი, შეგვიძლია აი ესე გამოვწიოთ და შევიწროვდება ჩვენი ნაკსოვი. ეხლა თქვენ ხედავთ, რომ თითქოს რუში აქვს გაკეთებული, აი ტალღებივით არის, მაგრამ ეს ყველაფერი მოწესრიგდება. გადავდივართ შემდეგ რიგზე. ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ გადაცოცება. მოდით აი ამ განყოფილებებს დავარქვათ თაღები. მე ასე მოვიხსენიებ ხოლმე, ანუ თაღი არის აი ეს დიდი ნახრედები, თაღები. მე უნდა მოვხვდე ამ თაღის შუაში. ამისთვის საჭიროა გადაცოცება. აი შევდივარ თვალში და პირველი თვალი მეორეში გავაძვრნე. კიდევ შევედი, პირველი მეორეში გავაძვრნე. ასე მოვხვდი თაღის შუაში. ამის შემდეგ 3 ჰაეროვანი უნდა მოვგზავნოთ. მერე 1 ნამატი, შეხედეთ 1 ნამატი, შემდეგ თაღში შევდივარ და 3-ს ერთად მოვგზოვ. კიდევ 3 ჰაეროვანი, ნამატი, შევდივარ შემდეგ თაღში და 3-ს ერთად მოვგზოვ. ეს ნაკსოვი გამოდის ძალიან ლამაზი ბადე. ძალიან მომწონს ეს ბადე და გადავწყვიტე თქვენთვისაც მესწავლებინა ვინც არიცით. რა თქმა უნდა, ნახავთ ბოლოში რა ლამაზ ქუდს მივიღებთ. აი ასე 3 ჰაეროვანი და ყველა თაღში შევდივართ. აქ არ არის საჭირო თვალში მოგზოვა. ანუ თვალი არის აი ესენი, ხო? მე პირდაპირ აი თაღში შევდივარ და ამით ძალიან ადვილი საქსოვია. თვალებს არ ღლის, რაც მთავარია, საერთოდ ყაის ნახში ჩხირებზე ძალიან ღლის, უფრო მეტად ღლის თვალებს. და
თაღებში შესვლა ყაისნაყის ძალიან ადვილია, ამიტომ თვალები არ დაგვეღლება. აი ასე ჩავიდეთ ბოლომდე, ესე იგი 3 ჰაეროვანი, მერე ნამატი, შევდივართ თაღში, 3 დაგვიგროვდა და 3-ვეს ერთად გვსოვთ და ასე შემდეგ. კარგი იქნება თუ დასაწყის სანიშნეთი მონიშნავთ ხოლმე. აი აქ დავიწყე, გახსოვთ გადავცოცდი, სადაც ემჩნევა უფრო სქელია ეს ადგილი. კი, ქუდზე შეუმჩნეველია, ბევრი შეამჩნევს, მაგრამ ვინც გსოვთ, უკვე დაკვირვებული თვალი გვაქვს და დავინახავთ. ანუ აი ამ თაღში უკვე მოქსოვილია. აი ამ თაღში აქაც გავაკეთეთ და უკვე უნდა გავაკეთოთ შემაერთებელი თვალი. შემაერთებელ თვალს ვაკეთებთ აი ამ თაღის ძირში, შუაში კი არა, ძირში ვაკეთებთ და თვლებს შევაერთებთ. ეხლა ისევ გვიწევს გადაცოცება. შუამდე უნდა მივიდეთ თაღის შუამდე, აი ასე და უკვე 4 ჰაეროვანით გვსოვთ. აბა გავაკეთოთ რამდენიმეჯერ 4 ჰაეროვანი, ნამატი, შემდეგ თაღში, სხვაგან შევედი, შემდეგ თაღში შევდივარ და 3-ს ერთად გვსოვ. 4 ჰაეროვანი, შემდეგ თაღში, რომელია შემდეგი, ეს კი, შევდივარ და გვსოვ. ჯერჯერობით კიდევ შეხედეთ ვოლანებივით აქ გაკეთებული, მაგრამ არ შეგეშინდეთ. როცა მოვგსოვთ, თქვენ ნახავთ, რა ლამაზად დადგება ქუდი. ესე იგი, ამ რიგში და ეს არის მესამე რიგი, სვეტებს შორის არის 4 ჰაეროვანი. მე ბოლომდე მოვგსოვ და შემოგიერთდებით მალე. და აი ბოლო თაღშიც გავაკეთე. შეხედეთ, ჩანს, რომ აქ საწყისია, ეს უფრო მაღლაა, ხედავთ, მაღლა და თუ თქვენ ცოტა რთულად ხედავთ, დამწყები მგზოველი ხართ, მაშინ ჯობია რომ მონიშნოთ ხოლმე პირველი თაღი. ესე იგი, ვაკეთებ ბოლოს 4 ჰაეროვანს და აი აქ ძირში შემაერთებელ თვალს გვსოვ. კიდევ უნდა გადავცოცდეთ. რაც უფრო მეტია ჰაეროვანი თვლები, მით უფრო მეტი გადაცოცება გვიწევს, რომ შუამდე მივიდეთ. აი, შუამდე მივედი, 3 გადაცოცება დამჭირდა და ახლა მე ვაკეთებ 5 ჰაეროვანს. და იგივენაირად ნამატი 3 მოვგსოვეთ. აი ესე შემოვლით გარშემო სოვით. ბოლო თაღშიც მოვგსოვეთ და მივადგეთ დასაწყის. ბოლოშიც რა თქმა უნდა 5 ჰაეროვანს ვაკეთებ და ძირში ვამაგრებ შემაერთებელი თვალით. ისევ გადავცოცდებით შემაერთებელი თვლებით, სანამ თაღის შუაში მივალთ. აი ასე შუაშია. ეხლა უკვე 6-ის რიგია. 4, 5, 6, ნამატი, შევდივარ შემდეგ თაღში, კიდევ 1, 2, 3, 4, 5, 6, შევდივარ შემდეგ თაღში და აი ესე ბოლომდე 1, 2, 3, 4, 5, 6 და ბოლომდე შემოვლი. 3, 4, 5, 6 ნამატი შემდეგ თაღში. მოვგსოვ და დაგიბრუნდებით.
მოვედი დასაწყისთან და რომ შევაერთო, ჭირდება ჰაეროვანი თვლები, აქ გვჭირდება 6 ჰაეროვანი თვალი და ძირში ვაკეთებ შეერთებას. რის ძირში? თაღის ძირში. შემაერთებელი თვალი. ისევ უნდა გადავცოცდეთ. აი, ყოველ თვალში შევდივარ და რამდენიც დაგვჭირდება თაღის შუა ადგილამდე, იმდეს მოვგზოთ. აი, ხედავთ, შუაში მივედი და უკვე 7 ჰაეროვანს გვსოვ. ესე იგი, თითო-თითოთი იზრდება ჰაეროვანი თვლების რაოდენობა. მოვგზოვ და დაგიბრუნდებით. აი, მოვედი, 7 ჰაეროვანი მოვგზოვე, მოვედი საწყისთან, შეხედეთ, განსხვავდება ხოლმე, აი, აშკარა ემჩნევა, რომ აი, აქ არის ამ რიგის საწყისი. ძირში შევალ, გამოვიტან თვალს და შევაერთებ. ისევ გადაცოცება. მანამდე ვგსოვ ყოველ თვალში შემაერთებელს, სანამ შუაში არ მოვხვდები. თაღის შუაში, ნახეთ, თაღის შუაში ვარ. ეხლა გვჭირდება 8. ანუ 8 ჰაეროვანი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და იგივე პრინციპით გვსოვთ. როგორც ხედავთ, ძალიან ადვილია. შეხედეთ, შიგნით რა ლამაზი გამოდის და სულ ერთნაირი იქნება, როცა გადაიჭიმება თავზე, ძალიან ლამაზად დგას. არ ტოვებს, აი, ზოგჯერ დამინახია ქუდები, სადაც რაღაცაა აცდენილი. აქ არაფერია აცდენილი. აი, სისტემა არის ერთნაირი. სულ ერთნაირი თაღები. ნელ-ნელა დიდდება ეს თაღები, რადგან ვაკეთებთ მეტ ჰაეროვნებს. ეხლა მოვგზოვოთ 8 ჰაეროვნებით ეს რიგი და კვლავ შემოგიერთდებით. ეს უფრო დიდ დროს მოითხოვს 8 თვლიანი, ცოტა მეთხანს ვგსოვ. ახლა მალე მივახლოვდები დასაწყისს. და აი, მივახლოვდი რიგის დასაწყისს. 8 თვალი გავაკეთე, 8 თვალი და აი აქ ძირში შევყრი და შემაერთებელ თვალს გავაკეთებ. ისევ გადაცოცება, სანამ შუა პოზიციას არ დავიკავებთ. თაღის შუა ადგილას, აი, მივედით, ხედავთ, აი, შუა და ვიწყებთ ახლა 9 ჰაეროვნის მოგზოვას. და ეს იქნება მატების ბოლო რიგი. ერთი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, ისევ ნამატი, ისევ აი ესე გამოვიტანთ და მოვგზოთ. და
მოვედი დასაწყისთან. აი კიდევ გაჩვენებთ, ეს დასაწყისი უფრო ამოწეულია ხოლმე. თვალისთვის, შეუჩვეველი თვალისთვის ცოტა ძნელია მოძებნა, ამიტომ ჯობია აქ გააკეთოთ ხოლმე სანიშნე ამ სვეტზე და გეცოდინებათ სადმე შეაერთოთ. ესე იგი, ეს იყო რიგი, სადაც მოვგზოვეთ უკვე 9 ჰაეროვანი, ვაერთებ ძირში და აი ესე შემაერთებელი თვალი. ისევ გადავცოცდებით შემაერთებელი თვალით შუაში, რის შუაში, თაღის შუაში. და უკვე გეტყვით რა უნდა გავაკეთოთ. ამის შემდეგ აღარ ხდება მატება, 6 ან 7 რიგი უნდა მოვგზოვოთ 9 ჰაეროვნებით. ანუ აღარ უმატებთ. აქამდე ხო თითო ემატებოდა, ხო? ეხლა აღარ ემატება და 9 ჰაეროვანს ვაკეთებთ თაღებს შორის. 6 რიგი თუ 7 რიგი, ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება, ზოგს უყვარს უფრო შუბლზე ჩამოსული, ზოგს შედარებით მოკლე. მეც მოვგზოვ ამ 6 რიგს და ბოლოს გაჩვენებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ძირი. რამდენიმენაირად შეიძლება გავაკეთოთ ძირი, ამოვარჩევ ყველაზე ლამაზ. პირველი ნაწილი ამით დასრულდა, მეორე ნაწილში დავასრულებთ ქუდს. შეხედეთ როგორი ლამაზია აი ეს შუა ადგილი. ეს თავზე რომ გაიწელება, ძალიან ლამაზი გამოვა. გისურვებთ წარმატებას.